ახალი სამშენებლო მექანიკისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი თბილისში ლაბორატორიაში სამშენებლო მასალების ტესტირება უახლესი მეთოდების გამოყენებით ხდება. რეგიონის მასშტაბით ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია. ახალი ცენტრი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და ბიუროს ორი გამოცდილი ექსპერტი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში პრაქტიკას გადიეთ. სამშენებლო მასალების გამოცდა, საჭირო ექსპერტიზის ჩატარება და გეოლოგიური კვლევები. დაინტერესებული სტუდენტები ლაბორატორიაში საჭირო პრაქტიკის მიღებას შეძლებენ. ამბობენ, რომ ეს არის კარგი შანსი და გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება. ლაბორატორიაში გავულეთ გადამზადებას ჩვენ პრაქტიკის სახით, რაც უნებრივია მომავალ მშენებლობებს ვართ და გამოგვადგება მომავალში პროფესიული ზრდისთვის, გამოცდილების შეძენისთვის და კარგ პრაქტიკას მოგცემს ეს და გამოცდილებას ჩვენ პროფესიაში. გავდივართ პრაქტიკებს, იგივე ლაბორატორია ჩვენ უნივერსიტეტში არის და აქამდე სწავლობდით და იგივე წლებში ვიღებდით მონაწილეობას. ეხლა აქ გადამზადება ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო, რადგან ეს ლაბორატორია არის ახალი გახსნილი. ახლად გახსნილ ლაბორატორიაში ცემენტის, ბეტონის, ლითონის კონსტრუქციების და სხვა სახის სამშენებლო მასალების ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესწავლა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება. გამოცდილი სპეციალისტები, რომლებმაც გადამზადების კურსები სხვადასხვა ქვეყანაში გაიარეს, ასევე გრუნტების მახასიათებლების დადგენაზეც მუშაობენ, რაც შემდგომში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სათანადო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. ლაბორატორია მეწარმეებს და მშენებლებს თანამშრომლობას თავაზობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამშენებლო მასალების მახასიათებლების დადგენა რამდენიმე დღეში შეუძლია. ლაბორატორია უნიკალურია იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია ყველანაირი საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება, დაწყებული გეოლოგიური კვლევებით, დამთავრებული სამშენებლო მასალის გამოცდით, ეს იქნება ბეტონი, არმატურა თუ ასე შემდეგ. ამაში გამოიხატება სწორედ ეს უნიკალურობა. ყველგან, სადაც ამ ტიპის ლაბორატორიას დაწყებით, არის ვიწრო სპეციალიზაციით, აი შესაძლებელია მხოლოდ მეტალის, ან მხოლოდ ბეტონის, ან მხოლოდ ცემენტის გამოცდა. ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი აქ, რომელზეც საქართველოს ყველა საუკეთესო და გამოცდილი ექსპერტები მუშაობენ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში დღეს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შენობა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსთან ერთად დაათვალიერა და საქმებულებს გაისაუბრა და იტალიური წარმოების თანამედროვე აპარატურის მუშაობის პრინციპებს გაეცნო. მოგვიანებით ქვეყნის პირველმა პირმა ბიუროს ორი გამოცდილი ექსპერტი, 80 წლის გურიერ წურწუმია და მისი შვილი რომან წურწუმია ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ეს არის დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი და საქართველოს ჰაერი უჩიდება ასეთ ლაბორატორია, ჰაერი უჩიდება ეს ცენტრი. რეალობა არის ის, რომ არც ერთ ეპოქაში საქართველოში, არც ერთ ეპოქაში რომ ერთბაშად არ აშენებულ რამდენი შენდება ახლა ამ რამდენიმე წელიწადში. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი პროცესი. იმიტომ რომ ჩვენ ვაშენებთ ახალ ქალაქს, ახალ ცენტრს ინდუსტრიას, მაგრამ საქართველოში ყველაფერი შენდება. საქართველოში შენდება უკვლებლივ ყველა ქალაქში იწყება დიდი მშენებლობა. ჩვენ მომავალი წინა გვექნება ყოველწლიური რამდენიმე წლის განმავლობაში 10%-იანი ზრდა, ამაში დარწმუნებულობა, ეს იქნება ყოველთვის დაფუძნებული იმას, რომ ასევე დიდი ნაწილი იქნება ახალი რაღაცის შენება. საქართველოს ხდება ცენტრი ამ რეგიონის ბიზნესის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ახალ ქალაქებს, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ გზებს, ახალ კაშხლებს. მარტო იმდენი ჰიდროელექტროსადგური გასაშენებენ, რომ მართლა მე არ ვიცი ეს რამდენიმე სართულიანი შენობა ამას როგორ უნდა გამკლავდეს. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ კადრები გამოცდილი ყველა გვჭირდება და თქვენ კარგად იცით, რომ ყველა თქვენი საქმე მოთხოვნადია. 90-იან წლებში ყველაფერი ინგრეოდა, ამიტომ შეიძლება არ დიდი მოთხოვნა არ იყო, გარდა იმისა, რომ უგემოვნო კვარტალები აშენდა თბილისის ცენტრში და ახლა არის ჟამი შენების, იყო ჟამი ქვების გაბნევის, ახლა არის ჟამი ქვების შეგროვების. ესე იგი საქართველოს აშენების. მე ვფიქრობ და პირველად მაგშტა რომ მართლა უკვლებლივ ყველა მიმართულებით არის დიდი სამუშაო. და ეს არის კიდევ ერთხელ რომ მხოლოდ დასაწყისი. აქ ბატონი გურიელ წურწუმიას ბატონ გური 80 წელი შეგისრულა, ხო? დიახ. საფოშო ასაკია რა. რამდენი წელი რაც მუშაობ? 36. ერთ ჩემი შვილია 50 შეუძლია. ეს საერთოდ ნორჩი. რომან, ხო? დიახ, რომან. რომანზე მითხრეს რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი ამზადებს თვითონაც და მაგრებული ყავს ხალხი.
გვეწყობდნენ სპეციალისტები. კი, და აქ არიან უკვე გამოსtildeები. ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. ცენტრი მთლიანად აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიით. რეგიონის მასშტაბით აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი და უნიკალურია, სადაც სამშენებლო მასალების ტესტირება უახლესი ევროპული და ამერიკული მეთოდების გამოყენებით ხდება. 4 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მათი განათლების საფუძველზე პრაქტიკული კურსი გაიარონ. ლაბორატორია, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, რომ განვითარდეს საინჟინრო დარგები საქართველოში, მისცემს შესაძლებლობას ყველა სტუდენტს გაიაროს პრაქტიკაზე შეისწავლოს ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც არის დაკავშირებული საინჟინრო საქმესთან და რითაც მოხდება ხარისხობრივად გაუმჯობესება საინჟინრო ფაკულტეტების სწავლის დონეს. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით. ლაბორატორიაში მოქმედი აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია შენობა ნაგებობების 3D სკანერით დასკანერება და სამგანზომილებიან ფორმატში ზუსტი გამოსახულების შექმნა. ამას აქვს გამოყენება საინჟინრო გეოლოგიაში, არქეოლოგიაში, კომუნიკაციების სადენების მოსაზრებლად კაბელების და ასე შემდეგ. გააჩნია კონკრეტულად რისი ამოცანის გადაწყვეტის სცენარში გრავა. გეოტექნიკურ ლაბორატორიაში ხდება გრუნტების შემოქმედება, მათი ფიზიკურ-მექანიკური და წყლოვანი თვისებების განსაზღვრა, რათა შენებლობისათვის მოვამზადოთ შესაბამისი საძირკველი, რომ არ მოხდეს შემდეგ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მისი რამე დეფორმაცია. ამისათვის აკეთდება სხვადასხვა სახის ცდები. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ახალი აპარატურის მეშვეობით თანამედროვე ხარისხიანი სწრაფი და ეფექტური მუშაობისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი.